მოგესალმებით, ბატონო ტელემაყურებლებო, რადიოსპენელებო. ჩვენ დღეს გვაქვს არატრადიციული ეთერი, შეიძლება ასე ითქვას. თუმცა ძირითად თემას, რა თქმა უნდა, მაინც არ ავწდებით, იმიტომ რომ ნაძვის ხედა ახალი წელი ერთმანეთთან ისე არის გადაჯაჭვული, როგორც დედაშულთან და და-ძმასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვისაუბრებთ დღეს საახალწლო ტრადიციებზე, რომელიც გავრცელებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და არა მარტო საქართველოსი, ალბათ დრო მოგვცემ საშუალებას, რომ სხვა ხმების ტრადიციებსაც შევეხოთ. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ, რა თქმა უნდა, კალანდა, ანუ ძველი და ახალი წელი, ასე ვთქვათ. მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, პირველ რიგში სიყვარული, სიკეთე, ბედნიერება, ყოველი სანუკვარი ოცნების ასრულება. და მინდა მივულოცოთ ჩემ თანაწამყვას, ძვირფასიას. მოგილოცავ მაშა. თითოეულ თქვენგანს, ჩვენს სტუმრებს, პატივცემულ სტუმრებს და ყოველას მინდა გისურვოთ თქვენი გულის ყველა წარდილის ასრულება და აი ამ მცირე კლუბით მინდა დაგლოცოთ ყველანი. გაიხარეთ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლობ და რადიომსმენელებო, მეც მინდა რომ მოგილოცოთ ძველი და ახალი წელი. დავას დაგასწროთ უფალმა, ბედნიერად თქვენ ოჯახებთან ერთად და ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა ეძღვნება საახალწლო და საშობაო ტრადიციებს. ჩვენ ერთ საათის განმავლობაში ვეცდებით, რომ ყველა იმ საინტერესო საკითხს შევეხოთ, რაც ჩვენ ტრადიციები გვაქვს და ქონდა და დავიწყებას მიეცა. და ჩვენ ამ თემას ასაუბროთ მოვიწვიეთ სტუმრები, ისტორიკოსები, ბატონი ქეთევან პაპუნაშვილი, ბატონი ანზორ სიჭინავა. ბატონო ანზორ, რატო გვაქვს ორი ახალი წელი, საიდან მოდის ეს ტრადიცია და რომელი მეცნიერული თვალსაზრისით რომელი ახალი წელი ითვლება უფრო ზუსტად გამართლებულად? უპირველესად მივესალმები ჩვენს მაყურებლებს, ულოცავ ახალ წელს, ძველითაც და ახლითაც. მოგიტყვიან? რაც შეეხება თქვენს კითხვას. ახალი წელი არც ერთი ახალი წელია ბუნებაში. ჩვენ ორჯერ აღვნიშნავთ. იმის გამო, რომ ასტროლოგების გამოკვლევით ასტრონომიული კალენდარი და ასე ვთქვათ, ის კალენდარი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, რომელსაც დროს ავითვლით, ზუსტად არ ემთხვევა, ასე ვთქვათ, ერთმანეთს. განსხვავებას იძლევა წელიწადში დღეების რაოდენობა, უბრალოდ დროის რაოდენობა 6 საათია განსხვავება და ამის გამო ნაკიანი წელიწადი. საუკუნეში ეს იძლევა დაახლოებით ერთ დღეს და დაახლოებით 100 წლის წინ მოხდა ეს რეფორმა. ეს ნაკიანი წლის გათვალისწინებით? ხო, დაახლოებით, ხო. ეს ნაკიანი წელიწადი იძლევა საშუალებას ამ სხვაობის შემცირების, მაგრამ მაინც არა მოფროს. დიახ. და ეს სხვაობა დღეს უდრის 13 დღეს. იმის გამო, რომ ჩვენ როგორც ტრადიციების, ასე ვთქვათ, ერთგული საზოგადოება და ხალხი ასტრონომიული კალენდრით ახალ წელიწადსაც აღვნიშნავთ და განსაკუთრებული სითბოთი აღვნიშნავთ ტრადიციულ მაობაბურ ძველი და ახალ წელიწადს. ანუ ასტრონომიულად სწორი არის 1 იანვარი? დიახ, 1 იანვარი. ასე გვეუბნებიან ასტრონომები, ასტროლოგები. ტრადიცია ამავე დროს გვაძლევს საფუძველს აღვნიშნოთ ახალი წელიწადი იმავე დროს, რა დროსაც აღნიშნავდნენ ახალ წელიწადს ჩვენი წინაპრები. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ საეკლესიო ახალი წელიწადი სწორედ ძველი სტილით, ასე ვთქვათ, აღნიშნება, იმიტომ რომ ასტრონომიული კალენდრით ახალი წელი უსწრებს შობას. და როგორც მოგეხსენებათ, ტრადიციულად ქრისტეს შობის შემდეგ მოდის ახალი წელიწადი. გასაგებია. ამიტომ ასეთი წინააღმდეგობრივი მდგომარეობა იწვევს იმას, რომ ჩვენ ასტრონომიულ ახალ წელიწადსაც აღვნიშნავთ, შობასაც აღვნიშნავთ და მერე ძველი ახალ წელსაც აღვნიშნავთ, როგორც ასე ვთქვათ, ხსნილს და მართლაც ზეიმს. დიდი მადლობა, აზიზნესინის მოთხრობა გავახსენდა. სიმწერალია თორქი ალბათ ბევრს მოეხსენება მაყურებელსაც და მსმენელსაც, რომელშიც ესეთი ისტორია, რომ ამერიკელი სახელმწიფო მოხელი ჩადის თურქეთში. ეს სხვა თემაა, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა მსგავსება ალბათ ხასიათში სამხრეთელ ხალხს შორის არის და შეიძლება ვთქვათ, რომ ორი ახალი წელი, იმიტომაც გვიყვარს, რომ ბევრი ზეიმი და ბევრი ხალისი წადია და ცოტა ხანდახან ზიარმას კიანს მიდრეკილება ზოგიერთს გაგვაჩნია. ხო და მოკლედ ჩადის, ესე იგი, უკაცრავად გამოთქვისთვის ეს მოხელე თურქეთში და მთელი მოთხრობა აგებულია მის წერილებზე ცენტრალურ ოფისში.
ცერეუს აგეთი მე მგონი არ არის, უბრალოდ რაღაც მოხელია სახელმწიფო. მთელი მოთხრობა აგებულია იმაზე, რომ წერს, რომ აი ახლა ახალი წელია, ახლა ესე ბაირამობა, ახლა ეს არის, ახლა ის არის, ახლა ის არის და საბოლოო ჯამში თავდება იმით, რომ საწყალს სამსახურიდან აგდებენ, იმიტომ რომ თვლიან, რომ ეთყობაო შენ ზარმაცოფო და სინამდვილეში ბევრი ზეიმები იყო იქაც როგორც ჩანს და ჩვენს ბევრი ზეიმი გიყვარს. ჩვენთანაც იყვარს. და მე მგონი ახაც დაახლოებით ასე ვართ. კეთი, აზნესენი იქით იყოს და რატომ კალანდა, საიდან მოდის ეს სიტყვა? და არის თუ ეს ყოველივე კავშირში კალენდართან. მოგესალმებით, გილოცავთ ახალ სტუდიას და ახალ წელს. დიდი მადლობა. თქვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, კალანდა და კალენდარი არის ერთმანეთთან კავშირში. ოღონდ ის კალენდარი, რომელიც ჩვენ ეხლა გვაქვს, უფრო ახალი არის, ვიდრე თვითონ კალანდის ტრადიცია საქართველოში. კალანდა ბევრად უფრო ადრე იყო. ძალიან დიდი ხნის წინ და აღნიშნებოდა მაშინაც კი, როცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვზეიმობდით შობას და ჯერ კიდევ როცა არ წინაქრისტიანული ტრადიცია არის და იქიდან მოდის კალანდა. გავრცელებული დღეს არის გავრცელებული ძირითადად უფრო დასავლეთ საქართველოში, თუმცა ძველად კალანდას ზეიმობდა მთელი საქართველო და ეს აღინიშნებოდა არა ისე როგორც დღეს 14 იანვარს, ეს აღინიშნებოდა ჩვეულებრივ 1 იანვარს, ანუ როცა იწყებოდა ახალი წელი. ახალ წელსაც ახლა რამდენიმე ახალი წელი გვქონდა ჩვენ, არა მარტო ქართველებს, მსოფლიოში რამდენიმე ახალი წელი არსებობდა. და მაგალითად ახალ წლისა ერქვა სექტემბერს და იმ დროინდელი კალენდრით მე-7 თვე იყო სექტემბერი. დაუბრუნდეთ 1 სექტემბერი თუ 1 სექტემბერი იყო ახალი წელი და თვესაც ახალ წლისა ერქვა. ეხლა რომ დაუბრუნდეთ კალანდას და კალანდასთან დაკავშირებულ ტრადიციებს. ჩვენ მე არ მომეცა დრო არ მქონდა იმდენი რომ კარგად ჩავღრმავებოდი და დოკუმენტური მასალისთვის გადამეხედა და დოკუმენტები მომიძიებია, მაგრამ რაც შევძელია მოკლე ხანში ეს არის საეკლესიო კალენდარი, თუ შეიძლება ჩავხედავ რომ ნახო დოკუმენტი უბრალოდ რომ წავიკითხო სწორად. აი ეს კალანდა, ეს არის საეკლესიო კალენდარი ჩვენამდე მოღწეული. ეს არის 1873 წლამდე, 1863 წლიდან 73 წლამდე არის კალენდარი. ანუ 10 წლიანი კალენდარი არის და აქ არის აღნიშნული ესეთი რაღაც, აი კალანდაი ძვრისა და ქუხილისა, თვესა იანვრისა, ანუ 1 იანვარს თუ იქუხოს და ჭექა-ქუხილი იყოს, ყოვლის კეთილის ყოფობა იყოს მთელი წლის განმავლობაში. ანუ კალანდის შესახებ ჩვენ ანუ კარგის ნიშანია ჭექა-ქუხილი. ჭექა-ქუხილი კალანდაზე არის. ფოტოშოპის ბევრს ეშინია, მე მიყვარს, იმიტომ რომ ლამაზია. ჭექა-ქუხილი კი ალბათ. საკმაოდ ლამაზია ელვად. თუმცა ბნელ ღამეში. მე ხი არ დაგიცი. მეხის დაცემასაც ჩვენი წინაპრები ტრადიციებზე ვსაუბრობთ, აი ახალ წელთანაც იყო დაკავშირებული ძალიან ბევრი შელოცვა და ძალიან ბევრი ტრადიცია. მეხის დაცემასაც ქალბატონო იაეშველებოდა ალბათ, იმიტომ რომ არსებობდა რაღაც შელოცვები და მათ შორის მეხის დაცემის შელოცვაც არსებობდა და ესე რომ დაშას როგორმე უშველდით. მათ შორის მეხის დაცემაზე გამახსენდა იმედია ჯერ კიდევ ცოცხალია ეს ხე. პატრონო მაყურებლებო, თუ მოხვდებით ან შეგიძლიათ სპეციალურად წახვიდეთ ესე იგი ეგრეთ წოდებულ კონიაკის დასახლებასთან ახლოს. იქ არის ბაღი, ძალიან ლამაზი ბაღი. თუ არ ვწდები ბარათაშვილების, თქვენ თუ ვწდები შეგიძლიათ შემისწოროთ, ბარათაშვილების მამულები იყო თუ არ ვწდები იქ და შემდეგ იყო საანტორიუმი დისპლაზიით დაავადებული ბავშვების, რომლის ბაღში დგას 8 400-წლოვანი მუხა და ერთ-ერთ მეხი აქვს დაცემული რამოდენიმე ჯერ. და ეს მუხა მაინც უძლებს ყოველივეს თუ სააკაშვილსაც გაუძლო არ ვიცი და ქერქზე იდგა ფაქტურად. ანუ წარმოგიდგენთ იმდენჯერ დაეცა მეხი და იმდა გამომწვარი იყო შეგიძლიათ მხოლოდ ქერქის ხარჯზე ცოცხლობდა, იყო აყვავებული და ეს ბაღი იყო ის ფილამაზი, აი როგორც მაგალითად ფილმ ავატარშია, რომელიც აი გუმბათივით იყო გადახურული თელივე ეს ეზო ამ ბაღის მათ შორის მეხდაცემული ისედა. გაბატონო კეთი, ერთ-ერთ სიმბოლოდ ახალ წელს ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება ნაძვის ხე, რატომ ითვლება მაინც ნაძვის ხე სიმბოლოდ და საიდან მოდის ეს ტრადიცია, როდის შემოვიდა საქართველოში? და გამართლებლად მიგაჩნიათ თუ არა სანერგეში გამოყვანილი ცოცხალი ნაძვის ხის მოჭრა და შენახვა? მოდი ბოლოდან დავიწყებ, ბოლოდან უპასუხებ, ასე უფრო კომფორტულია ჩემთვის. ეს არის ნაძვის ხე, რომელიც მე მყავს სახლში, ყავდა სახლში, ახლა წამოვიყვანე თქვენთან სტუმრად.
და დავიწყებ იქიდან რომ ნამდვილად არ მგონია გამართლებული თუნდაც ანერგია ხო მე მგონია ეს ფიჭვია მაგრამ დადვისხებს ყავთ ასე ყავს მაგრამ ძალიან პატარა არის ნადვისხე ბორჯომი ბაკურიანის რკინიგზაზე ყველა ვართ ალბათ ნამყოფი იზრდება ლიანდაგებში ნაძვები და ფიჭვები და რამდენიმე ათეული სხვათა შორის მოვახერხე და წამოვიყვანე თბილისში გადავანაწილე მეგობრებშიც და ზოგი მოკვდა, ზოგმა იხარა და მე ვაპირებ რომ წელს ახლა პატარა იყო, ნაძვი მithumetes პატარა იყო და ეს ფიჭვიც პატარა არის. ვაპირებთ რომ იქით ახალ წელს იმედია რომ უკვე დიდი ხე იქნება ცოტა მოვრთავთ და გაზაფხულზე ალბათ გადავრგავთ. კარგი იქნება თუ კი სანერგეში გამოყვანილი ნაძვები გაიყიდება ქოთნებით და შემდეგ თუ კი ამას გადავდგავთ ჩვეულებრივ მიწაში ეზოში იქნება ძალიან კარგი და ხო ნუ მოვჭრით მე მაგალითად არ ვჭრი იმ შემთხვევაში თუ კი არ მაქვს ბუნებრივი ნაძვისხე ამ შემთხვევაში მე ვთავ ხელოვნურ ნაძვისხეს და დამერწმუნეთ რომ ძალიან ლამაზად გამოიყურება ისიც რაც შეეხება ხა ნაძვისხის ჩვენის ნაძვისხეც ძალიან ლამაზია ეხლა რაც შეეხება ნაძვისხის ტრადიციას ნაძვისხე არ არის სუფთა ქართული ტრადიცია, სხვათა შორის არც რუსული ტრადიცია არ არის, თუმცა არის რუსეთიდან შემოსული. არსებობს ესეთი ჩვენთან რუსეთიდან არის შემოსული. არსებობს ესეთი გადმოცემა და პრინციპში არა მარტო თქვათ გერმანელებში, ანუ გერმანელებზე ვლაპარაკობ ახლა, ზოგადად სწამდათ ადამიანებს ძველად რომ ყველა ხეს ქონდა თავისი სული. და საჭირო იყო ამ სულების კეთილგანწყობის მოპოვება. ვინაიდან ზოგ ხეს ფიქრობდნენ რომ ქონდა ბოროტის სული და ეს ბოროტის სული რომ კეთილგანწყობილი ყოფილიყო ადამიანების მიმართ ადამიანები მაგალითად რომელ ხეს ქონდა ბოროტის სული? აი ხა ეს ზუსტად არ ვიცი რომელ ხეს ქონდა ბოროტის სული, მაგრამ ვიცი რომ ნაძვი ითვლებოდა სიცოცხლის სიმბოლოდ და გერმანელებმა დაიწყეს თავიდან ტრადიცია იყო ასეთი რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არის ეს იყო გერმანელი მწყემსებისგან წამოსული ტრადიცია. გერმანელი მწყემსები რთავდნენ ტყეში ამოარჩევდნენ ყველაზე დიდი ზომის, ყველაზე ჯანმრთელ ნაძვისხეს. ამას რთავდნენ არა ვთქვათ ისე როგორც ჩვენ ახლა რთავდნენ კაკლებით, კვერცხებით, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთებით და განაწყობდნენ ნაძვისხის სულს პოზიტიურად და დადებითად და ამის შემდეგ უკვე სჯეროდათ რომ მთელი წელი რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნაძვისხის ტრადიცია მოდის გერმანიიდან. რამდენად თქვათ მე ხა არ მაქვს ნამდვილად დოკუმენტები და დოკუმენტურად დადასტურებული, მაგრამ ეს გადმოცემა არის და შესაბამისად ამ შემთხვევაში უნდა ვენდოთ გერმანელ ეთნოგრაფებს და გერმანელ მკვლევარებს. რაც შეეხება როგორ გადანაწილდა, როგორ გავრცელდა ევროპაში შემდგომში ეს ტრადიცია, გერმანელი მწყემსებიდან ამ ტრადიციამ გარდაინაცვლა სამეფო კარზე და შემდგომში დამკვიდრდა იქ და უკვე საახალწლოდ ნაძვისხეს რთავდა პრინცესა. სწორედაც აი ამის შემდეგ, როდესაც პრინცესა გათხოვდებოდა სხვა ქვეყნის პრინცზე, ეს ტრადიცია მიქონდა და თავის ახალ ოჯახშიც უკვე თავდა პრინცესებმა გაავრცელეს ნაძვისხები. კი, პრინცესებმა გამოდის ასე რომ პრინცესებმა გაავრცელეს და პირველი ნაძვისხე სხვათა შორის გერმანელმა პრინცესამ მორთო ინგლისში მე-17 საუკუნეში ჩვენამდე მოღწეული აი ამ გადმოცემების საფუძველზე ვამბობ ამას. რაც შეეხება რუსეთში ნაძვისხის გავრცელებას, რუსეთში ძირითადად პეტერბურგში და მოსკოვში გავრცელდა ტრადიცია იქ ადგილობრივად მცხოვრები გერმანელებისაგან და შემდგომ უკვე ეკატერინეს უკავშირდება თუ უფრო გვიანდელი პერიოდია? უფრო გვიანდელი არის. და ნაძვისხის შესაბამისად ლამაზი იყო მორთული ნაძვისხე და საახალწლო ატრიბუტიკას დაემატა. ასე ვთქვათ და დღეს მთელ მსოფლიოში ძირითადად ცნობილი არის ნაძვისხე როგორც საახალწლო ხე. ასეთი იყო ტრადიცია, ასეთი იყო გზა ნაძვისხისა. ჩვენთან დაახლოებით როდის შემოვიდა საქართველოში ეს? ჩვენთან შემოვიდა დაახლოებით მე-19 საუკუნის შუა წლებიდან და მეფის რუსეთს უკავშირდებოდა ალბათ. ალბათ რუსეთს უკავშირდებოდა და მანამდე ჩვენ გქონდა ჩიჩილაკი. ჩიჩილაკზე უკვე ბატონ აზორთან გადავინაცვლოთ აუცილებლად, მანამდე მინდა მაყურებელს შევახსენოთ ჩვენი ეთერის ტელეფონის ნომერი 2388 2388 თუ კი ვინმე ამ მომენტში სუფრასთან არ ხართ და გვიყურებთ და მე მგონი ესეთები ბევრი იქნებით, ან სუფრიდან გვიყურებთ ალბათ ბევრი და კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, დაგვირეკეთ, გითხეთ, მე მგონი საინტერესო თემაა და ვფიქრობ რომ ისეთ დეტალებზეც ვისაუბრებთ და უკვე ვისაუბრეთ, რომელზეც
არ ამგონია სადმე ესაუბრათ, ხო შემთხვევაში მე არ მახსენდება ასეთი გადაცემა. ბატონო აზარ, ჩიჩილაკი, აი ჩემს გვერდით არის ისეთი ლამაზი, საკმაოდ ლამაზი ჩიჩილაკი, უფრო ლამაზიც არსებობს რა თქმა უნდა. მაგრამ ეს საერთოდ სიმპათიური და ლამაზი ჩიჩილაკია, გავდომ ქეთი ასე ვთქვათ გვისტუმრა და ვასტუმრა ეს ჩიჩილაკი. და მადლობა მას ამისათვის. ჩიჩილაკი, საიდან წამოვიდა, რა ახლობით რა პერიოდს უკავშირდება, რა სიმბოლოა, ქრისტიანულია, ქრისტიანობამდე პერიოდის არის და რას აღნიშნავს, რასთან არის ყოველივე კავშირში. ჩიჩილაკი ახალი წლის მილოცვის ტრადიცია უპირატესად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული. გორია სამეგრელოში, აფხაზეთში. ამას თავის საფუძველი აქვს. როცა მეკლე ახალ წელს ოჯახს უცავდა, ის ოჯახს, ასე ვთქვათ, სურვილებით უცავდა ბუნებრივია და ხე როგორც სიცოცხლის სიმბოლო, სიცოცხლის ხე ასეც დებაც არსებობს. ოჯახში შემოდიოდა, რაც შეიძლებოდა, ასე ვთქვათ, დამშვენებული, რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, ლამაზი, რომ ოჯახს დაბედებოდა სილამაზე და სიმშვენიერე. ეს სიცოცხლე. დიახ. ჩიჩილაკი ამავე დროს აღიქმებოდა როგორც მზის სიმბოლო. ახალი წლის დასაწყისის უკავშირდება სხივების მაგვარი ასე ვთქვათ. სხივების ასე ვთქვათ სიმბოლოებია. ახალი წლის დასაწყისი უკავშირდებოდა მზის მატებას, უბრალოდ მზის ნათების მატებას. 21 დეკემბრის შემდეგ. დიახ, ჩვენთან ახალი წლის დასაწყისად ითვლებოდა ბარბარობა. აი დასავლეთ საქართველოში 19 სამეგრელოში, დიახ, დეკემბერს 17 დეკემბერს. მეკლეობის მსურველს ესტუმრებოდა უბრალოდ მეკლეობის მსურველი ესტუმრებოდა იმას, ვისაც უნდა ეკლეა მისი ოჯახისთვის. მიდიოდა და ესე იგი სიმბოლოთი აგზნობინებდა, რომ ის მეკლე უნდა გახდეს. და ეს სიმბოლო იყო რაიმე მწვანე, ასე ვთქვათ, ცოცხალი, ტოტი, რაღაც ამას რომ მიიტანდა ოჯახში, ნიშნავდა ის, რომ ის მეკლე უნდა ყოფილიყო. ოჯახში მეკლე შემოდიოდა, როგორც ვთქვით, და ეს უკავშირდებოდა მათ ჩიჩილაკი უნდა ხოვნა ხალხ თუ არა, ჩიჩილაკით შემოდი, ხო, როცა შემოდიოდა გარედან მეკლე შემოდიოდა, ის ჩიჩილაკით შემოდიოდა, ასე ვთქვათ, კბილეულით. დაახლოებით რომელი საუკუნეა? ნუ ხა ტრადიცია ჩიჩილაკის. აღწერილობა ჩიჩილაკის გამოყენების ტრადიციის აღწერილობა, ძველი აღწერილობა სამწუხაროდ შემორჩენილი არ არის, მაგრამ ეს ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა. იმიტომ რომ ტრადიცია ქრისტიანულ წესთან ერთად, აი ეს გადაჯვარედინებული ბოლო, ჯვარი, ასე ვთქვათ, ჯვარის ჯვრის სიმბოლო, ეს ქრისტიანიზირებული, ასე ვთქვათ, ფორმაა ჩიჩილაკის. გარდაიქმნა ქრისტიანულ ტრადიციას. გასაგროელია, ჩვენ როგორც ქრისტიანმა ერმა, მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციების ერმა, ეს ძველი ტრადიცია, რომელიც მზეს და მზის მატებას უკავშირდება და მზის სიმბოლიკას უკავშირდება, ქრისტიანული სახით ახალი წლის დღესასწაულს დაუკავშირეთ. მზის დღესასწაული, მზის მატების, ასე ვთქვათ, მზის ნათების ხანგრძლივობის მატების დღესასწაული უკავშირდებოდა ზამთრიდან გამოსვლას. ზამთარი ყველა ძველი დიახ, ზამთარი ყველა ძველი ხალხების, ასე ვთქვათ, აზროვნებაში ნიშნავდა სიკვდილს, გაზაფხული ნიშნავდა გაცოცხლებას, აღორძინებას და ეს დღესასწაულიც ამას უკავშირდება. სხვათა შორის სანამ სხვა მეკლეობის ტრადიციაზე და დეტალებზე გადავიდოდით, ხეებზე გამახსენდა და ბოროტსულებზე. მე რაღაც მახსოვს, თუ არ ვცდები, იქნებ თქვენ დამიზუსტოთ, კაკლის ძირში დაძინება რაღაცა თუ ტრადიციად თვლებოდა თითქოს და რაღაც არ ვიცი, ქართული ტრადიცია იყო თუ სხვა ქვეყნის აღარ მახსოვს, საქართველოს ლიტერატურაში წავწლომი ვარ, რომ კაკლის ძირში დაძინება რაღაცა ცუდის ნიშანი იყო და ასევე კვიპაროსი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ალბათ ჩემი ბუნების სიყვარული ერთ-ერთი პირველი სიმბოლო ბუნებისა ჩემთვის იყო კვიპაროსი, რომელიც ჩემი ფანჯრების წინ ასე ვთქვათ იზრდებოდა ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ეზოში. მაგრამ რატომღაც კვიპაროსიც თითქოს და ცოტა ცუდი ზნის სულის პატრონი უნდა ყოფილიყო, ესე მახსოვს. თქვენ როგორ იცით? ხა მე ამაზე ამჯერად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩვენთან ტრადიციულად ხეებისადმი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება, სხვადასხვაგვარი ასე ვთქვათ ასოციაციებს აღზრავს. ადამიანებში ლამაზესი ხეა კვიპაროსი და ალვის ხე ეწოდებოდა მას, თუ აუცდები ადრე და ტანად ალვი, ასე ვთქვათ, რუსთავის მიხედვით იყო კვიპაროსი და არა ალვის ხე. ჩვენ წინაპრები როცა ხეებს რგავდნენ, ვთქვათ, კარგვიდამოში,
იქ რაღაც წესები ქონდათ, რა უნდა დაერგოთ სახლის წინ, რა უნდა დაერგოთ, თქვათ, გვერდზე, რა უნდა დაერგოთ ეზოს სიღრმეში. ამას ყველაფერს მნიშვნელობა ქონდა, რაღაც ხეები იცავდნენ ოჯახს, ფარველობდნენ რაღაც ხე, ასე ვთქვათ, არ შეიძლებოდა რომ სახლის წინ მდგარიყო. ეს წესი იყო და ამჯერად ამაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ასე წესი ქონდა ჩვენ წინაპრებს. კაკლის ხესთან დაკავშირებით, ბოდიში ბატონო ანზორ ჩაგუწრებით, კაკლის ხესთან დაკავშირებით, რაც მე გამიგონია მოხუცი ადამიანებისგან, როცა თქვა ჩვენ ვაგროვებდით გარკვეულ ეთნოგრაფიულ მასალას რომელიმე კონკრეტულ თემაზე, იქ იმართებოდა საუბრები და აი ხა გამახსენდა რომ კახეთში იყო ესეთი შემთხვევა კაკლის ხესთან დაკავშირებით, არ ვიცი რამდენად მართალია, ყოველ შემთხვევაში გადმოცემა ესეთი არსებობს, რომ კაკლის ხის ძირში დაძინება მიცის თავის ტკივილი, რამდენად ეს ახლა მე შორის საკმაოდ მძაფრი ეთერზეთოვანი ასე ვთქვათ, ინტერვიუები შემცველია და შეიძლება ფიზიოლოგიათაც იმოქმედოს მართლაც. და სონის მოიხსენება საკმაოდ მძაფრია. ეს აკრძალვები, აი ტაბუირება რაღაცის და აკრძალვები დაკავშირებული იყო რაღაც ასე ვთქვათ კონკრეტულ ვითარებებთან და მე ჩვენი წინაპრები იმის გამო რომ სხვა საშუალებით ასე ვთქვათ ამას ვერ არეგულირებდნენ, აი ამ წმენების სახით საზოგადოებას აწვდიდნენ და მე ეს როგორც წესი დოგმად რჩებოდა. იცავდნენ ანუ გარკვეულად საკუთარ თავს და ბატონო ანზორ, ნაცის ხესთან ერთად და ჩიჩილაკთან ერთად ერთ-ერთ თავარ სიმბოლოდ საახალწლოდ ითვლება თოვლის ბაბუა, რომელიც მსგავსი გმირები არიან სანტა კლაუსი, რომელიც მთელ დასავლეთ სამყაროშია გავრცელებული. საიდან მოდის ეს ტრადიცია, სად იღებს სათავეს და შეიძლება მოგვითხრათ ისტორიის შესახებ? სანტა კლაუსის ტრადიციაც წმინდა ნიკოლოზის ტრადიცია და თოვლის ბაბუის ტრადიცია ჩვენთან შემოსულია. შემოსულია ერთი პირდაპირ რუსეთიდან ეს თოვლის ბაბუა იქ დედმაროს ეძახიან ჩვენთან თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი ევროპიდან შემოვიდა ჩვენთან. მანამდე არ ყავდა ჩვენ ეს მსგავსი პერსონაჟები? ამ სახის პერსონაჟები ჩვენ ასე ვთქვათ საახალწლო რიტუალში არ ფიგურირებდა. არ იყო. ახლა ის რომ ეს პერსონაჟები, აი ეს ასე ვთქვათ მომლოცველები ჩვენს ახალი წლის რიტუალებში გაჩნდა, ჩვენს ახალი წლის რიტუალს ასე ვთქვათ არ აღარებებს. პირიქით, ამდენდრებს ალბათ. სოფლიოს ხალხთა წესშეულებებში ძალიან ბევრი შემთხვევაა ისეთი, ისე რომ ეს მხოლოდ დასავლური ტრადიცია თუ აღმოსავლეთში გვხვდება მსგავსი პერსონაჟები? როგორ არის აი ჩიჩილაკსაც არა, საქართველოს არ გულისხმობ, სოფლის მასშტაბით. ხოთ ქრისტიანული სამყაროს ტრადიცია ძირითადად თუ ვთქვათ იგივე აღმოსავლურ სამყაროში. ტრადიციების უმრავლესობა არის ქრისტიანიზირებული წესები. მანამდე ახალწელს მან ქრისტიანობამდე ცულოცავდნენ ბუნებრივი ახალწელს და იყო გავრცელებული სატელეფონო ზარი გვაფატიეთ გავერთეთ საუბარში საერთოდ საუბრობთ რომ გისმენთ გილოცავთ ახალწელს ჩვენც გილოცავთ არსებობს თუ არა თოვლის ბაბუ თუ შეიძლება მეუპასუხებ კარგით კეთი ჩვენამდე მოღწეულ წერილობით წყაროებში ნამდვილად არ ფიქსირდება თოვლის ბაბუს არსებობის ფაქტი. თუმცა მე მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად არსებობს თოვლის ბაბუ, ის ნამდვილად მოდის ახალწელს, ბავშვებს ნამდვილად ჩუქნის საჩუქრებს და ოღონდ აქ როგორი მომენტი არის, იცით, გარკვეულ ასაკამდე ადამიანები მას ხედავენ. მე უკვე როცა იზრდებიან, ვეღარ ხედავენ, იმიტომ რომ ბავშვი იყო აშკარად ვინც სტუმარი ჩვენი, მაყურებელი. ამიტომ მე მინდა ამ ბავშვს უთხრა, რომ თოვლის ბაბუა ნამდვილად არსებობს. ოღონდ როდესაც გარკვეულ ასაკს მიაღწევს ბავშვი, მე უკვე ის მას ვერ ხედავს და მე უკვე უნდა იზრუნოს იმაზე, რომ იყოს ძალიან კარგი ადამიანი, შემდგომში როცა თვითონ ეყოლება შვილები გაზარდოს მაქსიმალურად კარგად და თოვლის ბაბუა იმათაც ალბათ დაასაჩუქრებს და ბავშვების საყურადღებოდ მინდა თქვა, მთავარი არის თოვლის ბაბუასთვის, თქვენ რომ მიიღოთ კარგი საჩუქრები, მთავარი არის ისწავლოთ კარგად და დაუჯეროთ მშობლებს და იყოთ კეთილგანწყობილი ადამიანების მიმართ და პრინციპში არა მხოლოდ ცოცხალი არსებების მიმართ და იგივე ნაძვისხეების არ დავჭრათ. უკაცრავად საიდან მოდის ფიფქი? მაგრამ მე მგონი ზარია თუ არ ვწდები კიდევ სტუდიაში. არა გაითიშა. სამწუხაროდ გაითიშა. ფიფქების წარმომავლობა საიდან არის? ფიფქიაზე ხა ფიფქიაც არ არის ქართული ტრადიცია, ესეც სხვა ქვეყნებიდან არის შემოსული, მაგრამ მე გადავხედე ხა და აღმოვაჩინე ესეთი რაღაცა, რომ აი განსხვავებით ჩვენი თოვლის ბაბუასგან და სანტა კლაუსისგან და ასევე საფრანგეთში არის ესეთი პერ ნოელი,
ამათგან განსხვავებით იტალიელებს ყავთ ესეთი ქალი თოვლის ბაბუას ფუნქციას ასრულებს, ოღონდ არის ქალი და ბეფანა ქვია მას და იტალიაში. და იქ ბავშვებს ჯერათ რომ სწორედ ეს ბეფანა ჩამოურიგებს მათ საჩუქრებს. შესაძლოა რაღაცა კბილის უკაცრიელ ზარია ისე სტუდიაში და შემდეგ კბილის ფერიასთან სხვა რაღაც ხალხი ვიცი კბილის ფერია და ახალი ეს არის რაღაც დასავლეთში და არ ვარ დასავლეთ ჩვენთანაც არის შემოსული. მე მგონი ზარია და შემდეგ გავაგზავნოთ ფიფქიებზე, პრინცესებზე, კბილის ფერიებზე და სხვა ლამაზ არსებებზე საუბარი. გისმენთ? გისმენთ? სამწუხაროდ მგონი გაითიშა. არა. გისმენთ? მე მგონი გაითიშა სამწუხაროდ, თავიდან დარეკოთ. კბილის ფერიაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, მართლა რაღაცა მსგავსი აი ჩემი შვილები უკვე ეთხოვენ რომ კბილის ამოღების მერე 2 ლარი მინიმუმ კბილის ფერია უნდა დაუდოს ბალიშის ქვეშ და კბილი უნდა წაიღოს. ზოგადად უკვე ოჯახზე არის დამოკიდებული კბილის ფერია საიდან რამდენ ლარად მეაქვს კბილის რამეს შვილის თუ არა კბილის ფერი არის ახალ წელთან დაკავშირებული მგონი არ უნდა იყოს. ახალ წელთან დაკავშირებული არ არის ოღონდ კბილის თუმცა ფერი პრინცესები ლამაზებია. გამოსაცვლელი კბილია. ახლა როგორც წესი პატარებისთვის უნდა გაგვეტანებინა თაგვისთვის და სანაცვლოდ უნდა ასე თქვა ჯანსაღი კბილი უნდა შემოიტანოს. თავს ჯანსაღი კბილები. ხრავს. თავს ხო, თავს მართლა ძალიან საინტერესო კბილებია, ხო, თავისებური და მღრღნელებთან დაკავშირებით უბრალოდ ეხლა ეს უკვე ჩემი პროფესიაა და მაყურებელს ვინც არ იცის, მინდა შევახსენო რომ მღრღნელებს აქვთ განსხვავებული ასე თქვა ანატომიური თავისებურება კბილებთან დაკავშირებული. მათ კბილები ეზრდება მთელი სიცხის განმავლობაში და თუ კი თქვათ მოხდება ძალიან ცუდი იქნება ეს შეგვიძლია თუ მოხდა, მაგრამ თუ კი მღრღნელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში რომ მას საღრღნელი ასე თქვა მასალა არ შეხვდა, თქვათ კბილის აკობით კვების ან ამ შემდეგ შეიძლება დაღუპვაც კი გამოიწვიოს ამ კბილების დავა, იმიტომ რომ კბილები იზრდება, აღარ იცვითება და ნუ შესაბამისად გასაგებია რა პრობლემებიც ამას ახლავს თან. ნუ იგივე ეს ეხება თანხმობებსაც, სვირთაგვებსაც, თაგვებსაც და ასე შემდეგ სხვა კბილძლიერ ასე თქვა ცხოველებს. მაგრამ ჩვენ განსხვავებით მათ სულ ეზრდებათ კბილები და ესეთი საინტერესო თავისებურება გააჩნიათ. მაგრამ მოდი ახალ წელს დაუბრუნდეთ, მგრნელების სამყაროდან დაუბრუნდეთ ისევ ასე თქვა ახალ წელთან. თუმცა მგრნელები ძალიან საინტერესო ვინმეები არიან, ძალიან საყვარელი იგივე თანხმები ძალიან მიყვარს მე პირადად და საერთოდ ყოველს პატრიოტიზმს ყოველს და ყველაზე დიდი მღრღნელი ტაპირია ესეთი ასე ვთქვათ რომელიც კაპიბარა უკაცრავად კაპიბარა არის ყველაზე დიდი მღრღნელი რომელიც საკმაოდ დიდია და მოზრდილი ხბოს ხელას კი არის ეს რაც შეეხება მღრღნელებს მაგრამ ახალ წელთან დაკავშირებით მეკვლეობის საკითხზე ალბათ საინტერესო იქნებოდა რომ გადავსულიყავით ნენელა მეკვლეობა ტრადიცია ამაზე მე მგონი მაინც ქალბატონკეთის ვკითხოთ ჯერ და შემდეგ თქვენ სათქმელად შეგეძლებათ რომ გააგრძელოთ საუბარი მეკვლეობის ტრადიცია იგივე თქვენი სტუმარი კიდევ ერთი და ჩვენი სტუმარი აქ მე მგონი მაგიდაზე ასე ვთქვათ არის ამგორებული ბასილა მეკვლეობა ის ყოველივე ერთმანეთთან რა კავშირშია და ბასილა სხვათა შორის მე მგონი მაყურებელის უმრავლესობა არის თავს მეკვლეობას რა თქმა უნდა ვიცნობ და ვცდილობთ რომ დავიცვათ ეს ტრადიცია და კარგი მეკვლეები ყავდეს და იმედია კარგი მეკვლეები იქნებით თქვენს ოჯახში ეთერიდან მაგრამ მაინც ბასილა ვინ არის და მეკვლეობასთან რა კავშირი აქვს მას ბასილა იქნება ანახოთ მაყურებელს იმიტომ რომ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს არის აქვე მინდა აღნიშნო რომ ბასილა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ფორმის იყო და სხვადასხვა აი რაღაცაა დიახ აი კამერას რომ აი დაახლოებით აი ესეთი ბასილა საყვარელი ვიღაც ფიგურა ასეთი ბასილა არსებობს კიდევ ბასილა არსებობს აი ნადირობს ახლა. მოდი. აი, ასეთი ბასილაც არსებობს. ესეთი ბასილა გავრცელებულია. ცოტა აი დიახ ეს ვერტიკალურად ცოტა რა დავიკავოთ რაღაცაა. აი ასეთი იყო. ეთქობა იასილავაზე მოწყვეტა თვალები და ყავს კიდევ ბასილა, ეს ასეთი ბასილა იყო გავრცელებული ჯავახეთში. და ფუნქციებით დაახლოებით ერთნაირი ქონდათ, მაგრამ იყო რაღაც აი მკვეთრად განსხვავებულიც. მაგალითად, ქართლში, როდესაც წვებოდა ეს დაინახა ხო, ეს ჯავახი ბასილა არის ეს, რომლისთვისაც დამახასიათებელი არის წვერები და ხელები გადაჯვარედინებული. რაც ვთქვათ, სხვა დანარჩენ საქართველოში და კონკრეტულად ქართლში არ იყო ასეთი ბასილა.
ქართლელ ბასილაზე მინდა ორიოდე სიტყვა თქვა. ქართლელი ბასილა გარდა იმისა, რომ იყო საშობაო თუ ესეთ სადღესასწაულო ნამცხვარი თუ კვერი, ამას ჰქონდა ბარაქის მომტანის ფუნქციად შეთავსებული. ანუ ეს ცხვებოდა ბასილა და ამის შემდეგ ოჯახის დიასახლისი, ან ოჯახში ვინც იყო უფროსი ასაკის ქალი, ეს ამას ინახავდა პურის ან ქვილის შესანახ განჯინაში და უბარებდა ბასილას, რომ მას ეზრუნა იმაზე, რომ ოჯახში არ გამოვლეულიყო პური და ქვილი. ჯავახ ბასილასაც დაახლოებით იგივე ფუნქცია ჰქონდა, ოღონდ ეს არის გარეგნობით ცოტა უფრო განსხვავებული და ჯავახეთში ცხვებოდა ასეთი ბასილაც და ცხვებოდა კიდევ პატარა ბასილები, რომლებიც ოჯახის წევრების სახელზე ცხვებოდა. ეხლა ამ ყველაფერს სხვაშორის რატომღაც მესხური პური გამახსენდა, ეხლა ძალიან თავისებური პური არის და გემრიელია, განსაკუთრებით გემრიელია და ალბათ ჯავახური მესხეთი ჯავახეთი მეზობელი ხარეები ალბათ გემრიელი. ჯავახური კი არის ფორმალი მოდიოდა კარგი და კარგად გამოცხარი არის თბილისში მაშინ საცხობი შინკო არის ასეთი და ძირეულად ჯავახური ალბათ ძალიან გემრიელი. ალბათ უფრო გემრიელი იქნება, რა თქმა უნდა. თუმცა ცოდულა მოსაგასეთ. გარდა ბასილას ჭამდნენ მას? კი, ჭამდნენ და აი ეს არც კიდნა ბასილას არ ვიცი ხა რამდენად წინდა ბასილას ვერ ვეკითხები. სარიტუალო საკუთრება. ხო, და აქაც არის რაღაცა აი შერწყმა აქ ტრადიციების, როგორც ქრისტიანულის, ისე არაქრისტიანულის, იმიტომ რომ ქრისტიანობაში ეს არის ხატი და ქანდაკება მსგავსი ადამიანის, რომელიც ანუ მართლმადიდებლობაში არ არის მიღებული, რომ გაკეთდეს ქანდაკებები და მე მით უმეტეს ესენი შეიჭამოს, მაგრამ იმდენად კეთილშობილური და ეს არის სახალხო და მხიარული დღესასწაული არის ახალი წელი, რომ ეს რაღაცნაირად არის ერთმანეთთან უმტკივნეულოდ აბსოლუტურად შერწყმული. მაგრამ ბასილას გარდა მე მინდა აქვე დავძინო, რომ ხატილი კუკასილი კოკაილი ნაბოროთ გამახსენდა რატომღაც ეხლა ამოსვათ. მე მინდა დავამატო აქ ისიც, რომ ბასილას გარდა სხვა სადღესასწაულო ნამცხრებიც, ანუ არა ისეთი როგორც ეხლა კრემიანი ვთქვათ, ესეთი არ ცხვებოდა, ცხვებოდა სხვა ნამცხრებიც და ამათ ჰქონდათ თავისი დატვირთვა სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვანაირი, მაგალითად თაში ვთქვათ ესე თუშეთში ცხვებოდა სხვადასხვა ფორმის, მაგალითად ნალის ფორმის თუ ცხვებოდა, ეს ნიშნავდა, რომ ცხენების მომრავლება ეწადა ოჯახს, თუ ცხვებოდა მაგალითად ძროხის ცურის ფორმის, ამ შემთხვევაში ძროხის მოშენება ეწადა და ასე შემდეგ, სხვადასხვა ცხოველის სახელზე ცხვებოდა. გარდა ამისა, კიდევ ცხვებოდა ერთი პარლამენტის ფორმის, ალბათ პარლამენტარობა უნდათ და ასე შემდეგ. ხო, ეს ამ ცნობებს ჩვენამდე არ მოუღწევია. მაგრამ ცხვებოდა ერთი ასეთი დიდი პური საოჯახო კვერი ცხვებოდა, რომელზეც იყო გამოსახული, ვთქვათ, ნალიც, ცხენიც, ვთქვათ, პურის თავთავიც და ეს თუშეთში? ზოგადად მთაში, ზოგადად. და შემდეგ ამ ცხოვის პროცესს აკვირდებოდნენ ადამიანები და თუ საოჯახო კვერი ერქვა ამას და ეს ოჯახში საახალწლო ქადაპური სხვა არის და ეს სხვა არის. ბატონო? ქადაპური სხვა არის. არა, ეს სხვა არის, დიახ. ამას ჰქონდა, როგორ გითხრათ, რაღაც სხვანაირი დატვირთვა ჰქონდა, რომელი ცხოვის პროცესში რომელი ფიგურაც უფრო კარგად გაფუვდებოდა და გამოცხებოდა, ეს ნიშნავდა, რომ იმ წელს, ვთქვათ, მოსავალი ექნებოდა, ვთქვათ, თუ პურის თავთავი გასუქდა და გაფუვდა ამ ნამცხვარზე, მოსავალი იქნება პურის. თუ ვთქვათ, ცხენის ნალი იქნებოდა, ამ შემთხვევაში ცხენები იქნებოდნენ კარგად. ახლა კეთის არის სტუდიაში და განვაგრძობთ ისევ გისმენთ. მოგესალმებით, განაცხადეთ. მოგესალმებით. გამარჯობა, გილოცავ. ჩვენც გილოცავთ. სამდე ახალწელზე ბედნიერი ყოფილიყო წელი და მოგჩორებოდეს ის ჭირი, რომელიც 9 წელი გვაჭდა და 20 წელი კიდე. აი ხარით. ქტანიში როზის. ეხლა რა გინდა გითხრათ, ვარკეთილი გირეკავ. და შუქი ჩაგვიქრეს, უკვე кайხანე 1 საათია. ეს ახალი წელი უნდა შევხვდეთ, ჩაგვეთ შუქი, გამოაცხადეს ეს. და გაარკვიონ ერთი რა, ეს სააკაშვილის ხალხი ვერ ისვენებს კიდე რა. ძალიან საინტერესოა და უცნაურია. რბილად ვთქვათ, მით უმეტეს ახალწელს უსიამოვნო რამეა რბილად ვთქვათ. ახალწელს სინათლეს უკავშირდება? მით უმეტეს. სხვაშორის ჩემი სახელით სინათლეს უკავშირდება, ლაშა და მე მგონი თუ არის ნათებას, თუ არა? თუ უბრალოდ ნათებას, უბრალოდ ნათებას. მანათობელი. ბატონო აზარ, როგორც ნაწილობრივ ვისაუბრეთ, ყველა საქართველოს ყველა კუთხეში თავისებურად აღნიშნავენ ახალწელს. თუ შეიძლება მოგითხროთ, დასავლეთ საქართველოს
წელში როგორ აღნიშნავენ და რა რიტუალებიც არის? ახალი წელი როგორც ასე ვთქვათ, გარდამტეხი ეტაპი, ერთი წლიდან მეორეში გარდამავალი პერიოდი, უბრალოდ ზამთრიდან ანუ სიკვდილიდან სიცოცხლისკენ, ანუ გაზაფხულისკენ გარდამავალი პერიოდი ზეიმით აღინიშნებოდა. აი ამ ზეიმს როგორც წარმოდგენილი ჰქონდათ ძველ დროში, ადამიანები ერთმანეთს ულოცავდნენ და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო პირველი მომლოცველი, ანუ მეკლე. მეკლე კვალს უკავშირდება. ესე იგი თოვლს ალბათ შესაბამისად, ხო? თოვლზე კვალი უფრო ჩანს. ნუ ხა შეიძლება ეს პირდაპირ გაგებით არა, მაგრამ ფერხობა თქვია. ესე იგი ფერხობა თქვია ამას და ფიქრობდნენ რომ მნიშვნელოვან წილად იმ წლის წარმატებები დაკავშირებული იყო მეკლესთან. აი შესანიშნავი ფილმი. კუჩხი ბედინერი შესანიშნავი ფილმი ამ თემაზე. მინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწრეთ. ადამიანები არჩევდნენ რაღაც ნიშნებით, ადამიანთა სიმპათია, ანტიპათიის მიხედვით. ახლა ადამიანი აკვირდებოდა, თქვა, ვიღაც ადამიანი რო შეხვდა, თქვა, სადღაც მიდიოდა რაღაც მნიშვნელოვან საქმეზე, ვიღაც ადამიანი შეხვდა, გაუმართლა და ფიქრობს, რომ ის რო შეეგებოს, ან ის რომ მოვიდეს ოჯახში და ასე თქვა, უკლიოს წარმატებული წელი ექნება. აი ამ ნიშნით არჩევდნენ. და შესაბამისად, როგორც აღვნიშნე, ცოტა ადრე მოინიშნავდნენ მომავალ მეკლეც ამისათვის ემზადებოდა, მოდიოდა ოჯახში შემოსული, ოჯახს დალოცავდა როგორც წესია, მრავალ ასე ვთქვათ, ყველა მხარეს, ოჯახისთვის საინტერესო ყველა მხარეს, ჯანმრთელობასაც, სიუხვესაც, გამრავლებასაც, ყველაფერს უსურვებდა ოჯახს და შესაბამისი ასე ვთქვათ, ატრიბუტიკით მოდიოდა ხონჩით, ხონჩაზე გობზე ასე ჩიჩილაკი, ტკბილეული, აუცილებელი იყო ჩიჩილაკი როგორც ასეთი ცოცხალი ორგანიზმი არ არის, მოჭრილია, ხო? არა, და სხვათა შორის მაბატიეთ ბოდიში შეგაწყვეტნია, მინდა მაყურებელს შევახსენო ჩვენი საეთერო ასე ვთქვათ ნომერი ტელეფონის 2358 დარეკეთ დასვით კითხვები და მინდა შეგახსენოთ ინტერაქტივის თაობაზე და აი აქ ამიტომ გაგაწყვეტნით მაბატიეთ. ჩიჩილაკი განსხვავებით ნაძვისხისაგან არის ნაწილი, ასე ვთქვათ, ცოცხალი არსებისა და ის არ მოითხოვს მის მკვლელობას. და აქ პრინციპული განსხვავებაა, იმიტომ რომ აი მაგალითად მე და ია ვართ ვეგეტარიელები, მაგრამ მოიხმართ დაუშვათ რძეს და რძის პროდუქტებს. იმიტომ რომ რძე არ არის ცოცხალი არსება, ხო? ის არის ცოცხალი არსების მიერ პროდუცირებული, წარმოებული რაღაც ასე ვთქვათ, ნივთიერება. აქედან გამომდინარე უფრო ხუბანურია, რა თქმა უნდა, ჩიჩილაკის ტრადიცია, ვიდრე მოჭრილი ნაძვისხის და არაკოტნის კოტნით რა თქმა უნდა მისაღებია და ინტერაქტიული შეკითხვაც ესეთი პასუხები მოგცა, სამწუხაროდ ახლა ინტერნეტი რატომაც სტუდიაში არა გვაქვს. დაახლოებით 120-მდე ადამიანმა მიიღო ინტერაქტივის გამოკითხვაში მონაწილეობა და აქედან ორმა გასცა მხოლოდ დადებითი პასუხი იმაზე, რომ ისინი ამართლებენ მოჭრილი ნაძვისხის ტრადიციას, თუნდაც ეს იყოს ასე ვთქვათ მოყვანილი და გაზრდილი სპეციალურ მეურნეობაში. ასე რომ ჩიჩილაკს უფრო მეტ პატრიოტს უწევდა. და ამიტომაც აი ჩიჩილაკს თავდნენ ის ნაწილი ტოტია, ხო? კი ბატონო, ხილის, ძირითადად ამიტომაც კი ბატონო, ესე იგი ეკოლოგიური რაღაც მონაცემები ჩვენ წინააღმდეგობსაც ქონდა. როგორ ჩანს? თავდნენ აუცილებლად თავდნენ იმ დროისათვის ამწვანებული, იმ დროისათვის ასე ვთქვათ, ცოცხალი კუნელი. ხო, კუნელი სხვადასხვა რამდენიმე სახეობის მცენარეა, რომელიც იმ დროისათვის კიდევ რომელი ცოცხალია, კეკროვანი მცენარეებია, თხილის ასე ვთქვათ, თხილი ყვავილდება ადრე და აი ამით რთავდნენ, რომ ამით ასე ვთქვათ, სიცოცხლის გამარჯვებისთვის ხაზი გაესვათ და ახალწელს ეს დაბედებოდათ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ესე იგი ახალი წელი ნიშნავდა იმას, რომ იწყება სიცოცხლე, ახალი სიცოცხლე. ესე იგი ერთი წელიწადის ერთი წრე დამთავრდა და ახალი როგორც ბავშვი იბადება, ასეთივე დაბადება ახალი წლისა და ამას აუცილებლად ეს კომპონენტი ჭირდებოდა, როგორც სიტკბოდა უამრავი, აი თქვათ, გამრავლების სიმბოლო, ბროწეული ვაშლიც აუცილებელი კომპონენტი იყო. სამწუხაროდ გზაში ჩამოვცვიდა ეს სიმბოლოები ჩვენ ჩიჩილაკს და ამიტომ უყავდია. სხვათა შორის დავამატებ ბატონო, შეიძლება რომ ძველად სასურველი იყო რომ აი ვაშლში რომელიც ჩიჩილაკთან ერთად იყო აუცილებლად ყოფილიყო ვერცხლის ფული, რაც შესაბამისად განაპირობებდა იმ წელიწადს ოჯახში ბარაქას და შემოსავას, სიმდიდრეს. ოქროსი არ შეიძლებოდა? თეთრი ფული უნდა ყოფილიყო ვერცხლის. შესაძლოა ოქროს ფული ყველას არ ქონდა მასიურად და ამიტომ ვერცხლის შეიძლება ფულის მოჭრის ტრადიცია არ იყო, ამიტომ ის ტრადიცია. შესაბამისად ვერცხლიდან. აი თვითონ თეთრიც ნიშნავს რომ ძველადაც თეთრი იყო ვერცხლის ფული იყო. ეხლა პრინციპში აღდგა ეს ტრადიცია. ვერცხლის არ არის, მაგრამ თეთრი არის. საქმე არ უნდა და ეს კარგია ალბათ.
ბატონო აზარ, იმის გათვალისწინებით, რომ თაში უფრო მკაცრი პირობები არის, უფრო სიცივი არის, ზამთრის განმავლობაში უფრო ვერ უნდა აღნიშნავდნენ ისე ხანგრძლივად ახალ წელს. როგორია მთიანეთის საახალწლო რიტუალი, ტრადიციები, თქვენ მოგეცოთ ამის შესახებ? თაში გარკვეული თავისებურებები არის. იქ როგორც იძლევა საშუალებას ბუნებრივი პირობები, მაგრამ აუცილებელი კომპონენტია, ასე ვთქვათ, მილოცვა, მეკლე, ასე ვთქვათ, სიტკბოს დაბედება, იქაც ეს აუცილებელი კომპონენტია. რაიმე განსხვავებული ნიშნები. განსხვავებული როგორც ყველა კუთხეშია რაღაც განსხვავებული თავისებურებები. აი ამის საინტერესო ტრადიციას ხوار გაიხსენებთ რიტუალს, რომელიც ღვთის ან ხევსურეთის ამ შავი. როგორც წესი, აი თუ შეძ დაწლობრივ გესაუბრებთ, მაგრამ მაინც. კი, ახლა თაში და ბარშიც, ახლა ბარში უფრო ის არის, მივიწყებულია, როგორც წესი, ოჯახის უფროსი ულოცავდა. დღესასწაულს საკუთარ ოჯახს სხვა ოჯახს. საკუთარ ოჯახს. ხა წვევანე უფრო დაწვრილებით ამას საუბრის საშუალება არ არის. აი ასეთ ტრადიცია იყო. ესე იგი ოჯახის წევრი იმ ღამეს ტოვებდა საცხოვრებელ ნაგებობას და დილით შემოდიოდა სახლში. და თელეგრამის ადიგო. ბოსელში ვთქვათ. ახალ წელს? ესე იგი შემოდიოდა. ანახეთ ამის გვიანდელი გადმონაშთია ის რომ დილადრიან ადგება სანამ გათენდება, მანამდე გადის გარეთ და მერე შემოდის და ულოცავს ოჯახს. ეს დღესასწაული აუცილებლად საოჯახო დღესასწაული იყო. ესე იგი ოჯახის წევრები იკრიბებოდა, რაც აუდა შორს ყოფილიყო, ცდილობდა რომ ახალ წელს თავის ოჯახში შეხვედროდა, ამიტომ მოდიოდა ოჯახში, ფიქრობდა რომ ახალ წელში ოჯახში ყოფნა ოჯახს, ესე ვთქვათ, დაებედებოდა კარგად. ამიტომ ეს უფრო ძველი წესები თაში უფრო შემოინახა და უფრო როგორც კონსერვატორული ამ წესებს უფრო პატივისცემს და იცავს. და მართლაც არა მარტო საახალწლო რიტუალებში აღინიშნება ეს, არამედ ზოგადად ქრისტიანული თუ წინარქრისტიანული ტრადიციების მიმართ უფრო მეტი ერთგულებით გამოირჩევა მთის როგორც წესი მთის მოსახლეობა, იგივე ხევის ბერების ინსტიტუტიც შემორჩენილია და ეს სხვა შორის ძალიან საინტერესო და კარგი რამ არის ჩემი სუბიექტური შეფასებითაც, იმიტომ რომ აი მაგალითად მე წელს მომიწია მქონდა ბედნიერება ყოფილიყავ ფშავში და გამეცნო ხევის ბერები, მათ შორის თავხევის ბერი, ასე ვთქვათ, იქაური და მას მინდა მიულოცო კიდევ ერთხელ და ეს ადამიანი გარდა იმისა, რომ რიტუალებს იცავდა, ამას არაკეთებდა დოგმისათვის და ამის ნიშანი ერთ-ერთი იყო, მან მოახერხა სხვა ადამიანებთან ერთად იმიტომ რომ ტყე არ გაეყიდათ, იგივე უცხოელებზე თუ ქართველებზე რა მნიშვნელობა აქვს და არ გაიჩეხათ მათთვის ულამაზესი ტყე, მოახერხა რომ იჯარით აეღოთ ეს ტყე თვითონ და ამით დაეცვათ. მაგრამ სამწუხაროდ საბოლოო ჯამში მაინც აართვეს ეს ტყე, მაგრამ თუ ესე იგი უკაცრიელად გამოთქვისთვის და მოახერხა, ან მან შეაფერხა ეს პროცესი ტყის მასიური იჯარის გაცემის და გაჩეხვის ამ ადამიანმა სხვა ხევის ბერებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. შემდეგ კი წაართვეს, მაგრამ ამასობაში ხელისუფლება შეიცვალა და მე მგონი გადარჩა ფშავის, ასე ვთქვათ, ულამაზესი ტყეები, მათ შორის ხევის ბერების და ტრადიციების შესაბამისად. მაგრამ ქეთისთან რომ გადავიდეთ და ახალ წელს დაუბრუნდეთ, მე ჩვენ საუბრობდით გუშინ ქეთი და მე მახსოვს რომ საინგილოზე გინდოდა რატომღაც გაგემახვილებინა ყურადღება განსხვავებული ტრადიციები აქვს და ამასთან საქართველოსზე ზოგადადაც ალბათ საინტერესო იქნება თუ აქვს რამე სპეციფიკა განსხვავებული მომენტები იგივე სხვა კუთხეებიდან საინგილოს აქვს აი მკვეთრად განსხვავებული ის რომ პრინციპში ყველა სხვა ქართული კუთხის ტრადიცია ასე თუ ისე გავსერთ მაინც, მაგრამ ეს ტრადიცია რომელიც ჩვენ საინგილოში გვხდება, სხვაგან არსად არ გვხდება ყოველ შემთხვევაში იმ მასალებში რაც ჩვენ მოვიძიეთ და იმ გადმოცემებში რომელიც ჩვენ ხელთა მსგავსი არსად არ გვხდება. ეს არის ანუ ახალ წლის დადგომამდე ოჯახის დიასახლისი აპატიეთ კეთი აპატიეთ. ზია ფილიპე არის ეს ხევის ბერი და მას კიდევ ერთხელ მადლობა რომ ტყე შეუნახა შვილებსა და ვაჟებ-შაველას და ამ ხარის ასე ვთქვათ დია ტრადიციები მოახერხა და დაიცვა. ბოდიში. ბლოგ მინდა ამ ადამიანს ღვაწლი კიდევ ერთხელ დამეფასებინა. საინგილოში იწყებდა ოჯახის დიასახლისი ახალ წლის დადგომამდე, ოღონდ ღამე იწყებდა მატყლის დართვას, ძაფის დართვას და შემდეგ როცა უკვე ძაფს დაართავდნენ, ამ დართული ძაფით მძინარე ოჯახის წევრებს იწყებდნენ ეს შვილებით, ეხმარებოდა ამ მეუღლეც ან ოჯახის თავი კაცი ვინც იყო და ბავშვებს მაჯაზე აბამდნენ ძაფს. რაც თავის თავში მოიცავდა მარადიულობის და სიცოცხლის გაგრძელების ტრადიციას თუ სიმბოლოს, ანუ როგორც უსასრულობას. ამის შემდეგ აუცილებლად კერიასაც შემოავლებდნენ ხოლმე
მას ამ ძაბს და ასევე ჭურჭელს, თქვათ, ღვინის ჭურჭელს, წყლის ჭურჭელს, პურის შესანახს კივს და ასე შემდეგ. აი ეს ტრადიცია, ამგვარად ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია სხვა კუთხეებში ჩვენ არ გვხდება პრაქტიკულად. ეთი აქ ჩაგიკითხები და ძალიან მოკლედ გითხავ, რატომ გაჩნდა განსხვავებული ტრადიცია საინგილოში, რომელიც პრაქტიკულად კახეთის გაგრძელებას წარმოადგენს. ეს აღმოსავლური გავლენა იგივე თუ სხვა? მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება, ეს იყოს აღმოსავლური გავლენა, იმიტომ რომ მე ამაში ვერ ვხედავ ვერც მკვეთრად ქრისტიანულ და ზარი გვაქვს, ხო? ზარი გვაქვს, დიახ. გისმენთ? ეთერში ვარ უგაცროა. დიახ, ეთერში ბრძანდებით. Кэнталбариков ასე მგონია რომ ტრადიციაზე და საქართველოს ტრადიციაზე რა? დიახ. საქართველოს ტრადიციის თქვენი ხმა. გისმენთ ბატონო ჩემო, სწორად გაგვიგეთ. გისმენთ. უგაცროთ? საოცარი ლამაზი გადაცემა გაქვს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობთ. ბატონო, საინგილოს ტრადიციებს იქნებ მოკლედ დავასრულოთ. ამ დანარჩენ საქართველოს თუ ვერ ვასწრებთ ამ საინგილოზე მაინც ვიტყვი ორი სიტყვით. აი საინგილოს ტრადიციებში წეგან რო ვახსენეთ კაკლისხე, აი აქ ფიგურირებს სწორედ კაკლისხე და ახალი წლის დადგომის შემდეგ უკვე როცა ეს ძაფის შემოვლების რიტუალი ასე ვთქვათ დამთავრდებოდა, ამის შემდეგ ოჯახის უფროსი წინასწარ მოჭრილ კაკლის ტოტებს, ნედლი კაკლის ტოტებს ჩამოურიგებდა ოჯახის ყველა წევრს, ეს ერთგვარი სიმბოლო იყო კაკალი ძლიერების და ყველაზე დიდ და ძლიერ ტოტს შემოკრავდა კერიას. აი ესეთი ტრადიცია იყო. ნუ გარდა ამისა იყო იქ თქვა ტკბილეულიც, იყო მნიშვნელოვანი ის რომ ხონჩაზე უნდა ყოფილიყო მარცვლეულიც, უნდა ყოფილიყო კვერებიც და უნდა ყოფილიყო მატყლიც. ეს იყო საინგილოში ესეთი საახალწლო უცავდნენ საქონელს, ფრინველს. კი. ვედახ შედიოდნენ. აი საინგილოში იყო ვინით წავდნენ ვაზს საინგილოში წითელი ან შავი ღვინით რწყავდნენ ახალ წლის ღამეს ყველაზე ძლიერ და ყველაზე უფრო ანუ წინაწელს რომელმა ვაზმაც ყველაზე კარგად მოისხა აი ამ ვაზის ღვინით მორწყვის ტრადიცია იყო ახალ წლის ღამეს ამიტომ ძალიან მომეწონა და საინტერესო ტრადიცია სხვა შეიძლება ჩვენს გვაქვს ტრადიცია და ყავს ხმებსაც ბატონო აზარ გადაცემის დასასრულს მინდა რომ გითხოთ სხვა ქვეყნებს შევეხოთ სხვა ქვეყნების კულტურას როგორ აღნიშნავენ ახალ წელს მაგალითად როდის დგება ებრაელებში, მუსულმანებში ახალი წელი, შორეულ აღმოსავლეთში რა რიტუალები არის და ასე შემდეგ. ოღონდ დრო ცოტა გვაქვს ასე შემოგვიყვება. ახლა როგორ არის ეგ არის კალენდარზე დამოკიდებული. არა უშუალოდ 10 თებერვალს აღმოსავლურ ახალ წელსაც შევხვდებით ამ ეთერში. ეს არის კალენდარზე დამოკიდებული. ხა აღმოსავლეთის ხალხები გაზაფხულზე აღნიშნავენ ამ დღესასწაულს და ისეთივე ხა თავისებური ასე ვთქვათ სარიტუალო საკვებით თავისებური ასე ვთქვათ რიტუალი თողობ თუ გაზაფხულზე აღნიშნავენ. ბაირამობა ახალი წელია თუ არა? ო, კი. და ეს დგება გაზაფხულზე. მარტი-აპრილის თებერვალი მარტი ვეცებთ მეგონი, ხო? ისინიც ამ დღესასწაულს უკავშირებენ მოძრავია, ხო ის? გაზაფხულების აღორძინებას უკავშირებენ, სიცოცხლის გამოგვიძებას და გამოვლებას უკავშირებენ და შესაბამისად აღნიშნავენ. ევროპაშიც ასე. მას შემდეგ რაც აი დღესმოქმედი კალენდარი შემოვიდა იანვარში აღნიშნავენ ახალ წელს შობის შემდეგ, შობა მოიხსენებათ ევროპაში. ძალიან დიდი დღესასწაულია და ახალ წელს ხვდებიან ყველაზე ასე ვთქვათ როგორც ყველაზე დიდ დღესასწაულს საზოგადო შეხვედრები ტარდება და ეს უცებ. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მე გურული ვარ და გურულები დამენჩაგრა სამწუხაროდ თავის შობის ღვეზელთან ერთად, რომელსაც ჩემი გურული ძალიან საყვარლებია მიწყობდა ხოლმე. იმედია სხვა დროს ვისაუბრებთ ამ თემაზე. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს, თითოეულ მაყურებელს, თვითონ სტუდენტს, თქვენ ჩვენს საყვარელს უმრებო. ჩემს სულფას თანაცამს მინდა მოგილოცოთ. მოგილოცოთ. ყველაფერი ყველაფერი საუკეთესო გისურვებთ. ნახვამდის.